გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. 2 თებერვალს გულანთებულმა და ყველაზე მშვენიერმა ახალგაზრდობამ სრულიად აპოლიტიკურმა, როგორც ისინი ამბობენ, გამიჯნულმა ყველა დღევანდელი პარტიისგან სცადა გადაეკეტა ცენტრალური მაგისტრალი თბილისი-მოლთან. ოდავ სვამ კითხვას, რატომ? რატომ ცენტრალური მაგისტრალი? რატომ უნდა გადაკეტო ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის სტატუსს ატარებს, თანაც კვირას საღამოს, როდესაც მოქალაქეები ბრუნდებიან ქალაქში. იმიტომ, რომ იმ მოქალაქეებს შეუქმნონ დისკომფორტი და გააღიზიანონ. რატომ გონიათ, რომ შექმნილ დისკომფორტს მოქალაქეები დააბრალებენ ხელისუფლებას? არ ვიცი. აი ამას ვერ ხვდები, მაგრამ ალბათ პრობლემა ჩემშია, რომ ვერ ხვდები. წესითა და რიგით, როგორც გონია, პრეტენზიები იმას უნდა გამოუხოტო, ვინც ამ დისკომფორტს გიქმნის. ანუ მე სიტყვაზე ბრუნდები შინ, გზად გადამეღობება ყველაზე კარგი და წინწაწეული სტუდენტობის მასა და რას ვაკეთებ მე? რას ვაკეთებ და გადმოვდივარ მანქანიდან და საკმაოდ მკაცრად ველაპარაკები ან და ვექცევი მათ, ვინც მე შინ დაბრუნებას მიშლის. დიახ, დაბრუნებას მშობლიურ სახლში, სადაც მზრუნველი მეუღლე, მოსიყვარულე ბავშვები, გემრიელი ვახშამი, მოხერხებული დივანი და გულმართალი ტელევიზორი მელოდება. ასე მოიქცევი მე და გარწმუნებთ ახალგაზრდებო, არ გავიქცევი ქართული ოცნების ოფისთან და არ მოვითხოვ ხელმეორე არჩევნების ჩატარებას და არ მოვითხოვ იმიტომ, რომ ჯერთი ამის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. და მეორეც, დისკომფორტს მიქნით თქვენ და არა მამუკა მდინარაძე და კახაკალაძე. მეგობრებო, ჩვენ ცივილიზებულ 21 საუკუნეში ვცხოვრობ და მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი კანონმორჩილებაა. თუ კი ყველამ ვიცხოვრეთ კანონიერად, მაშინ ვიქნებით თანამედროვე ქვეყანა. მე ახლა განგებ არ ხმარობ სიტყვა ევროპულს, რადგან ეს სიტყვა ჩემში უკვე სრულიად სხვა ემოციას იწვევს. როდესაც ხაზინის ქურდი, მკვლელი, ბიზნესის ამხევი, ღამის ნოტარიუსი, მწამებელი და გინდა ამ წამებებზე ხელის დამფარებელი, გამправებელი და თვალის დამხუჭველი სულ ევროპას გაიძახის, ხვდები რომ რაღაც არაა სწორი. ხაზინის ქურდობა, პატიმრების წამება, ბიზნესის ახევა, ეს ევროპული ცხოვრების წესი არაა და ამიტომაც უგულავა ხოშტარია მელია, განსაკუთრებით ნაპროკურორალი გვარამია არ უნდა მიუძღვებოდნენ ხალხის მეჩხერ მასებს ეგრეთ წოდებულ ევროპაში. ის, საიდკენაც ისინი იმ ხალხს მიერეკებიან, ევროპა კი არა, არამედ არის გაცილებით უფრო ცუდი რამ, რის სახელიც მე ჯერ არ ვიცი. იმას ვამბობდი, რომ კანონი ყველამ უნდა დავიცვათ. როდესაც კანონი მეუბნება, რომ მაგისტრალის გადაკეტვა არ შეიძლება, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და მისი ბლოკირება დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეების რაიონებიდან დაბრუნებას, არამედ მაგალითად ტვირთბრუნვას, დიდი მანქანებისა და სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობას და ასე შემდეგ. მე კანონს უნდა დაუჯერო. და თუ არ დაუჯერებ, მაშინ კანონს უფლება აქვს კანონიერად მომექცეს. 2 თვეა ეს უსაქმურები დახტიან რუსთაველზე და საღამოობით კეტავენ პროსპექტს და კანონი ამის უფლებას მათ აძლევს. კი ბატონო, იყავით რუსთაველზე და იხნონეთ იქ და ერთმანეთს ჩახედეთ თვალებში და გაიხარეთ, მაგრამ სადაც არ შეიძლება კეთილი ინებეთ და მოშორდით იქაურობას. გამიხარდა გულანთებულ და ყველაზე ლამას და აპოლიტიკურ სტუდენტობას უგულავა ჯაფარიძე და კიდევ ამდაგვარი ჰუმანისტი რომ მოუძღვებოდა. როგორც კი ისინი დავინახე, მივხვდი მსვლელობა რომ მართლაც აპოლიტიკურია. აბა უგულავა მელია და პოლიტიკა რას ამბობ? სად მელია და სად პოლიტიკა? რა ეტყობა მელიას პოლიტიკოსის? შეხედავდა მარადმწვანე სტუდენტი ახალგაზრდა, მეტი არაფერი. ვეტყოდი იმ დემონსტრანტებს, რომ ტყუილად დადეხართ. სრულიად ფუჭია თქვენი მოძრაობები. არავინ ახალ არჩევნებს არ დანიშნავს და თუ
ღმერთმა დაიფაროს და დანიშნავს, მაშინ პირველი მე მივუბრუნდები დამნიშნულებს და ვეთქვი, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ. ამის დედა ვატირე, ორი თვე დაეხეტებიან ქუჩა. საინტერესოა და როდის სწავლობენ? თუ ახლა სწავლის დრო არ არა, რადგან ევროპული მომავალი საფრთხეშია. საინტერესოა როგორაა ის საფრთხეში, ამაზე პასუხს თუ გაგცემენ, მაგრამ ვერ გაგცემენ. მათ სხვისი ბჟუტურის გამეორება შეუძლიათ, თავისი აზრები კი არ გააჩნიათ. ძალიან მწყდება გული, რომ ეს თაობა გაცილებით უფრო ზერელე ყოფილა ვიდრე მეგონა. მოკლედ მორიგი აურზაური არაფრის გამო. და ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდება, რუსთაველის პროსპექტი თავიდან საკურთხებელი იქნება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.